ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მაღაროელების სასამართლო პროცესი დასრულდა. გიორგი ნეფარიძეს და მერაბ სარალიძეს 6 წელი და 3 თვე, არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს კი 4 წელი და 3 თვე მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა გამოაცხადა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულების ოჯახის წევრები და კოლეგები იმყოფებიან, რომლებმაც გადაწყვეტილებას უკანონო უწოდეს და ამბობენ, რომ ბრძოლა გრძელდება. სასამართლოს გამოტანილ განაჩენს ეხმაურება ჯორჯიან მანგანეზის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, საქმეში არაერთი მტკიცებულება არსებობდა. მისი განმარტებით, მსჯავრდებული პირებიდან მხოლოდ ერთი წარმოადგენს მაღაროს თანამშრომელს. ადვოკატის თქმით, სასამართლოების მიმდინარეობისას დანაშაულს არც ერთი პირი არ ინანიებდა. სულ 20 წუთი არ დასჭირდა კიდევ თამარ მაზანაშვილს მოსამართლეს, რომ გამოეტანათ უსამართლოდ დაკავებული ჭიათურლებისთვის განაჩენი. ეს უკვე არის სოციალური ფენის მაქსიმალური ჩაგვრა და არა მარტო სოციალური ფენის. ხედავთ, რა მდგომარეობა არის სრულიად საქართველოში. გადაივსო ქართული ციხეები უსამართლოდ დაკავებული ადამიანებით, ვინც საქართველოს სიყვარულით ქართული სამართლიანობას ითხოვს და მეც არაფერს. იმ 4 პირთაგან, რომელთა მიმართაც დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი წარმოადგენდა ყოფილი მაღაროელის თანამშრომლებს, ანუ სამთო სამუშაოების წარმოებას ჩართულ პირს, დანარჩენი 3 პირი კომპანიის თანამშრომელი არ გახლდათ. სამწუხარო გახლავთ ის გარემოება, რომ თავად ბრალდებული პირების მიერ არ მოხდა ჩადენილი და განხორციელებული ქმედებების მიმართ მონანიება და ამის აღიარება. მათ მიმართ დადგებოდა უფრო შეღავათიანი გადაწყვეტილება, ვიდრე დღეს იქნა მიღებული სასამართლოს მიერ. სხვა თვალსაზრისით ვფიქრობთ, რომ უბრალოდ იმ ფაქტებს, რომელიც არსებობდა ამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში თანამონაწილეობის ფაქტებთან დაკავშირებით, ამ ფაქტებს უბრალოდ სასამართლო სხვანაირად ვერ განშიდა.